საღამო მშვიდობისა. ეთერშია სტუდია მაესტრო პატარა ტელეთამაშით სიტუაცია პლუს. ანუ თქვენ კვლავ გეძლევათ შესაძლებლობა გამოავლინოთ საკუთარი ფანტაზია, აზარტულობა და რაც მთავარია ორიგინალური აზროვნების ნიჭი. რადგან როგორც იცით ჩვენს თამაში საჩუქრდება მხოლოდ და მხოლოდ ამა თუ იმ სიტუაციიდან ყველაზე ორიგინალური გზით თავის დაღწევის უნარი. თუ თქვენ ეს უნარი გაგაჩნიათ, მაშინ გაგაჩნიათ გამარჯვების შანსიც. დღევანდელი თამაშისთვის დაწესებული პრიზია Countdown-ის დისკონტური ბარათი, რომლის საშუალებითაც თქვენ შეგიძლიათ 20%-მდე ფასდაკლებით ივაჭროთ არა მარტო ჩვენთან, არამედ მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში. ახლა კი იმის შესახებ თუ ვინ გახდა ჩვენი წინა თამაშის გამარჯვებული. როგორც გახსოვთ, თქვენ უნდა გეპოვათ გამოსავალი მეტად რთული და დაძაბული სიტუაციიდან, რომელშიც აღმოჩნდა ერთი ჟურნალისტი. მას ასე, ჩვენი გამარჯვებული, სიტუაციიდან ყველაზე ორიგინალური გამოსავალის ავტორი. ჩემი სახელი გურამი გახლავთ, გვარი რეხვიაშვილი, გახლავთ ტექნიკური უნივერსიტეტის დოცენტი. მე მიმაჩნია, რომ ყველაზე სწორი ორიგინალური გადაწყვეტილება ჟურნალისტის მხრიდან ეს იქნება, თუ ის მასალას აუცილებლად გამოაქვეყნებს დამახინჯების გარეშე, ფაქტებს სწორად აღმოსთავს და ხელს მოაწერს საწარმოოს დირექტორის სახელით. ხელს მოაწერს საწარმოოს დირექტორის სახელით და გვარის მითითებით. აქ ორი გამოხდება ალბათ. პირველი ჟურნალისტი თავის ეთიკას, თავის პროფესიას არ უღალატებს, მასალა გამოქვეყნდება დამახინჯების გარეშე და მეორე მას რაღაც დაცვა ექნება. დაცვა ექნება თვითონ საწარმოოს დირექტორის მხრიდან, რადგან ფაქტები სწორად იქნება მითითებული და საწარმოოს დირექტორის უხერხულ მდგომარეობაში, სადღაც ხელფეხშეგრული აღმოჩნდება, მას შეიძლება ნაკლოვანი მხარეების და დანაშაულის თუგნება ჩვენება ჩაეთვალოს როგორც თვითგანწმენდა და თვითკრიტიკა. საჩუქარისათვის უღმეს მადლობას მოგახსენებთ ვაშა ქართულ ტელევიზიას. ახლა კი ჩვენი დღევანდელი თამაშის შესახებ. დღეს შემოგთავაზებთ სიტუაციას, რომელშიც თუ თქვენ თვითონ არ აღმოჩენილ ხართ, მომსწრე მაინც აუცილებლად იქნებოდით. სიტუაცია პლუსის დღევანდელი თემა მეზობლების კონფლიქტი. მას ასე, ყურადღებით. ეს ამბავი ერთ ჩვეულებრივ სახლში მოხდა, რომელსაც ისევე როგორც სხვა უამრავ სახლს ჩვენს ქალაქში ჰქონდა ეზოც და არც თუ ისე სუფთა სადარბაზოც. რა თქმა უნდა, ამ სახლს არც პოპულარული მოვლენა ლოჯების მშენებლობა აკლდა, თუმცა ამას სრულად არ აქვს მნიშვნელობა. ერთი სიტყვით, სწორედ ამ სახლის ერთ-ერთ ბინაში დასახლდა ახალშეუღლებული წყვილი და ახალ ბინაში ახალი ცხოვრების დაწყება მოიწადინა. ერთმანეთთან ყოფნას არაფერი სჯობდა, თუმცა რა თქმა უნდა საჭირო იყო მეზობლების გაცნობა და მათთან დაახლოება. ასე რომ, სულ ცოტა ხანში ახალგაზრდა ქალბატონი კეთილი განზრახვით მიადგა ეგრეთ წოდებული კარის მეზობლის კარებს. თუმცა ამ უცნაურ მეზობელს ეტყობა სულაც არ ჰქონდა ანალოგიური ზრახვები. მისი საქციელი საკმაოდ უცერემონიო და რაც მთავარია გაურკვეველი აღმოჩნდა. ხო მართლა, ჩვენი ახალგაზრდა წყვილის კარის მეზობელი იყო არც თუ ისე ხანში შესული, მაგრამ მარტოხელა, უბრალოდ გაუთხოვარი ქალბატონი. საკუთარ თავს პატიოსნების განსახიერებად თვლიდა. მეზობლებში კი უბრალოდ ანჩხლი დედაკაცის რეპუტაციით სარგებლობდა. ასე იყო თუ ისე, კეთილმეზობლური დამოკიდებულების გაბმა არ მოხერხდა და ჩვენი ახლად შექმნილი ოჯახი ისევ დაუბრუნდა თავის მშვიდ ცხოვრებას. როგორც მალე აღმოჩნდა, ანჩხლი მეზობელი ყველაფერ დანარჩენთან ერთად ცნობის მოყარეობის უზომო გრძნობითაც იყო დაჯილდოებული. მას არ ეპარებოდა თავისი ახალი მეზობლების არც ერთი ნაბიჯი. არ გამოპარვია, რა თქმა უნდა, ისიც რომ ახალგაზრდა ქალი არა მარტო მოკლე კაბებით დადიოდა, არამედ სიგარეტსაც ეწეოდა და საერთოდ მისი აზრით ეს საკმაოდ უზნეო ცოლ-ქმარი იყო. ერთი სიტყვით, ანჩხლ ქალბატონს კატეგორიულად არ მოსწონდა თავისი ახალი მეზობლები და შემთხვევას არ უშვებდა ხელიდან, რომ არ გამოეხადა თავისი უკმაყოფილება და ათასნაირი შენიშვნა. ახლად შექმნილი ოჯახი ტაქტიანად ითმენდა და ყურადღებას არ აქცევდა ანჩხლი მეზობლის გამოხდომებს. ამასობაში ახალგაზრდა ქალის მუცელი ნელ-ნელა იზრდებოდა და ბოლოს ოჯახს ახალი წევრი შეემატა. ახალდაბადებულისთვის ყველაფერ დანარჩენთან ერთად აუცილებელი იყო მუდმივი სითბო და სინათლე. ასე რომ, ახალგაზრდა წყვილმა მართალია დიდი გაჭირვებით, მაგრამ მაინც შეიძინა გენერატორი. და აი აქ იწყება ყველაზე საინტერესო. სულ რაღაც რამდენიმე დღეში ახლად შექმნილ ოჯახს სახლმმართველობიდან ესტუმრნენ და რატომღაც დაინტერესდნენ გენერატორის მუშაობის გამართულობით. შემდეგ რაღაც ქაღალდებიც უჩვენეს, სადაც უამრავი სისულელე იყო დაწერილი. კიდევ რამდენიმე დღეში ისევ ესტუმრნენ და გააფრთხილეს, რომ მათი გენერატორი გარდა იმისა, რომ ჰაერს აბინძურებს, თურმე მეზობლებსაც აწუხებს აუტანელი ხმაურით. სულ ცოტა ხანში კი ახლად შექმნილ ოჯახს საჩივრების ზღვა დაატყდა თავს, რომლებშიც 1000 გვარი გაურკვეველი პრეტენზიები იყო წამოყენებული. როგორც ალბათ უკვე მიხვდით, ყველაფერ ამაში ანჩხლი მეზობლის გაწაფული ხელი ერია.
წყვილი კვლავ ტაქტიანად ითმენდა მეზობლის გამოხდომებს. ერთ მშვენი ერთ დღეს კი ოჯახის მამას მოთმინების ფიალა აევსო და ანჩხლ მეზობელთან საბოლოოდ ურთიერთობის გარკვევას სცადა. ურთიერთობის გარკვევას, როგორც მოსალოდნელი იყო, საკმაოდ არასასიამოვნო სახე ჰქონდა. მეორე დღეს ახალგაზრდა ცოლ-ქმარს უკვე სათანადო ორგანოს თანამშრომლები ესტუმრნენ, მეზობლისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების, რა თქმა უნდა, ცილისმწამებლური ბრალდებით. ამჯერად ყველაფერმა მშვიდად ჩაიარა, თუმცა ახლად შექმნილ ოჯახს სამუდამოდ დაეკარგა სიმშვიდე. ანჩხლი მეზობელი ვერ შოშმინდებოდა და დროდადრო კვლავ ცდილობდა აიფორიაქებინა ახალგაზრდა ცოლ-ქმარი. ასე რომ, იძაბება სიტუაცია და ანჩხლი მეზობლის მიერ გამოწვეული კონფლიქტი შესაძლოა საკმაოდ არასასიამოვნო შედეგითაც კი დასრულდეს. სამწუხაროდ. თქვენ წარმოიდგინეთ, ასეთი კონფლიქტებიც ხდება მეზობლებს შორის და არც თუ ისე იშვიათად. თქვენ კი ვფიქრობ, არ გაგიჭირდებათ ამ დაძაბული სიტუაციიდან გამოსავალის პოვნა. შეგახსენებთ, რომ გამოსავალი აუცილებლად ორიგინალური უნდა იყოს. მხოლოდ ამ შემთხვევაში გექნებათ გამარჯვების შანსი. არ დაგავიწყდეთ ჩვენი დღევანდელი პრიზი, Countdown-ის დისკონტური ბარათი. 20%-მდე ფასდაკლებით ვაჭრობა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც. ასე რომ, უზო მოინტერესით ველით თქვენ ზარებს ტელეფონზე 36 88 71. რამდენიმე წუთში ჩვენ კვლავ შევხვდებით ერთმანეთს. დროებით. კიდევ ერთხელ მოგესალმებით და შეგახსენებთ, რომ ეთერშია სტუდია მაესტრო ტელეთამაშით სიტუაცია პლუს. ჩვენს მიერ დღეს წარმოდგენილმა სიტუაციამ სხვათა შორის მრავალრიცხოვანი ზარები გამოიწვია. ეტყობა მეზობლების კონფლიქტის საკმაოდ ხშირი შემთხვევაა ჩვენს ქალაქში. როგორც ყოველთვის, გთავაზობთ თქვენს მიერ მოწოდებული რამდენიმე პასუხის ჩანაწერს. ჩემი აზრით ამ სიტუაციიდან გამოსავალი ესეთია. ახალგაზრდა ცოლ-ქმარმა უნდა გაიგონ სათმუშაობს ეს მეზობელი ქალი, უნდა დაუახლოვდნენ მის უფროს და უფროსის პირით უნდა შეუთვალონ, რომ თუ კიდევ ერთხელ მივა საჭირო ან სახმარცელობაში, ან მილიციაში, განთავისუფლება სამსახურიდან. მადლობთ. ჩემი აზრით სიტუაციიდან გამოსავალი ასეთია, რომ იმ ახალგაზრდა ცოლ-ქმარმა, რომელსაც გააჩნია გენერატორი, ის ანჩხლი მეზობელი უნდა დასვან ამ გენერატორის ხაზზე. და გენერატორის საშუალებით მიაწოდოს მას ენერგია, ელექტროენერგია და აღარ ექნებათ კონფლიქტები. სიტუაციიდან ჩემი აზრით ესეთი გამოსავალი არსებობს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ანჩხლი მეზობელი აუცილებლად ჩინაბერა იქნება, ამიტომ ახალგაზრდა ცოლ-ქმარმა უნდა შეუჩიონ მას შესაბერისი პარტნიორი, გააცნონ, ის რომ თვითონ არ ფიგურირებდნენ ამაში და მე მგონი ამ ყველა პრობლემა მოიხსნება. ეს იყო მხოლოდ რამდენიმე სატელეფონო ზარი. დიდი მადლობა ყველას, ვინც ასე აქტიურად არის ჩაბმული ჩვენს თამაში, ვინც გვირეკავს და გვთავაზობს სიტუაციიდან გამოსავალის საკუთარ ვარიანტს. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ პრიზი Countdown-ის დისკონტური ბარათი გერგებათ იმ შემთხვევაში, თუ იპოვეთ. ასე რომ, იფიქრეთ, ეძებეთ და უბრალოდ გაერთეთ ჩვენთან ერთად. დღეისათვის სულ ეს იყო. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ჩვენს ტელეფონის ნომერს 36 88 71. მომავალ შეხვედრამდე სტუდია მაესტროს ეთერში. კარგად.